დიდება ღმერთს და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. მადლობა ღმერთს იმისათვის, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება ჩვენს ცხოვრებაში. მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ მოგვეცა სულიერი და ფიზიკური ძალები აღგვესრულებინა სამღვთო ლიტურგია. მზიარებულიყავი ჭეშმარიტად პატიოსანსა, სისხლსა და ხორცსა, უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს. დღევანდელ კვირიაკეს ადამის გამოდევნისა 60-დან ხსენების დღე არის. ასევე მას ეწოდება ყველიერის კვირიაკე და მარხვის აღების დღე. ემზადებით დიდი წმინდა და მაცხონებელი მარხვისათვის. ეკლესიამ მოგვამზადა ჩვენ ნელ-ნელა ამისთვის და ძალიან მცირე ექსკურსს გავაკეთებ ეხლა, რომ დღევანდელი დღის მნიშვნელობაც მივხვდეთ და ამავე დროს სული გავამზადოთ დიდი მაცხონებელი ღვაწლისათვის. პირველი კვირა თუ გახსოვთ არის ზაქეს კვირა და ზაქე იცით ვინ არის? ზაქე არის ყველაზე ცუდი მოქალაქე. ანუ ქალაქში ყველაზე ცუდი ადამიანი. პირველი დღე, პირველი მოსამზადებელ კვირას უფალმა გვაჩვენა მაგალითი როგორი არ უნდა იყოს ადამიანი და როგორია ცუდი მოქალაქე. ერთი ქალაქის ცუდი მოქალაქე. მეორე მეზვერე და ფარისევლის კვირიაკეს ჩვენ უფალმა გვაჩვენა მაგალითი ცუდი ქრისტიანისა, ცუდი მრევლისა, ფარისევლის სახით. ცუდი მღვდლისა, ცუდი მონაზონისა, ცუდი დიაკონისა, ცუდი ეპისკოპოსისა. ანუ ფარისევლის სახით ჩვენ დაგვანახა უფალმა როგორი არის ცუდი მორწმუნე ქრისტიანი ადამიანი. უძღებიშვილის კვირიაკეს კი დაგვანახა უფალმა რა? როგორი არის ყველაზე ცუდი ოჯახის წევრი. ეს სამივე კვირა არის განსაზღვრება იმისა, რომ მაგალითები იმისა, რომ როგორია ცუდი ქალაქის მოქალაქე, როგორია ცუდი მრევლი და ქრისტიანი ადამიანი, ვინც გინდა იყოს ის, ეს იქნება, ისე იგი, სამღვდელო თუ სასულიერო პირი, რა იერარქიისაც არ გინდა იყოს და უბრალო ქრისტიანი, ანუ ფარისევლის მდგომარეობა, ანუ მორწმუნე ადამიანის საშინელი მდგომარეობა, ვინც არ გინდა იყოს ის. და მესამე ნაწილი ეს არის ცუდი ოჯახის წევრი, ანუ შვილი, უძღები შვილი, რომელიც არ არის კარგი ოჯახის წევრი. და შემდეგი ამათ საკვირიაკე უკვე არის საშინელი სამსჯავროს ხსენების დღე. და რას ნიშნავს ეს საშინელი სამსჯავროს ხსენების დღე? რომ ადამიანები განიკითხებიან და წარსდგებიან ღვთის წინაშე არა ისეთები, როგორიც მათ გონიათ თავი, არამედ ისეთი, როგორათაც მათ უყურებს ღმერთი. დღეს შეიძლება ვინმე თქვას და ჩვენ ვიცით, არა ვარ მე ძალიან ცუდი მოქალაქე, მე ძალიან კარგი მოქალაქე ვარ. მე ყველაზე საუკეთესო ქრისტიანი ვარ და ყველაზე კარგი მღვდელი ვარ, ცხვირი მაქვს აწეული მაღლა. მე ყველაზე საუკეთესო ოჯახის წევრი ვარ, იმიტომ რომ მე ქრისტიანი ვარ და დანარჩენი ჩემი ოჯახის წევრები საერთოდ ეკლესიაშიც არ დადიან. და ამიტომ ეს ჩემზე ფიქრი, მე რო შევქმენი საკუთარ თავზე ფიქრი, როგორი ვარ მე, აი ეს ყველაფერი ღვთის სამსჯავროზე დაიდება და განა ისე დაიდება, როგორათაც მე მეგონა, არამედ ისე, როგორათაც ამას ღმერთი უყურებს. გამომდინარე აქედან საშინელი სამსჯავროს ხსენების დღე, ეს არის სინამდვილისა და სიმართლის დღე. ვინ ვარ მე სინამდვილეში? არა ჩემი თავიდან გამომდინარე, არა ოჯახის წევრებიდან გამომდინარე, რომ მითხრეს როგორი ვარ, არა მეგობრები როგორ ფიქრობენ ჩემზე როგორი ვარ, არამედ სინამდვილეში ადამიანი როგორი ხარ, ეს ყველაფერი გაცხადდება ღვთის საშინელ სამსჯავროზე. და როდესაც წარსდგებით ჩვენ ღვთის წინაშე, ჩვენ არავინ არ მოგთხოვს აბა დაუკვირდით. ვიცით თუ არა დოგმატური ღვთისმეტყველება?
ამაში გამოცდა არ იქნება, იცოდეთ, ამაში გამოცდა არ იქნება. არც შედარებით ღვთისმეტყველებაში არ იქნება გამოცდა. არც პატრიოტიზმში არ იქნება გამოცდა. არაფერში არ იქნება გამოცდა ღვთის წინაშე, გარდა ერთი რამისა. უფალი შეხედავს მხოლოდ და მხოლოდ დრას. დამანახე შენი თავი, გაქვს თუ არა სიმდაბლე, გაქვს თუ არა მორჩილება, გაქვს თუ არა სიმშვიდე, გაქვს თუ არა გულმოწყალება, გაქვს თუ არა მადლიერების განცდა და შეგიძლია თუ არა სიყვარული. აი უფალი ასე შემოგხედავს და გეტყვის, კი ბატონო, შენ როდესაც ცოცხლობდი და ცხოვრობდი დედამიწაზე, სხვადასხვა სტატუსი ქონდა, მე მეტყვი, შენ მღვდელი იყავი, კი ბატონო, მამაო, წირავდი. ბევრსაც ლაპარაკობდი რაღაცა ქრისტიანობაზე, იმაზე, ამაზე, ადამიანებსაც ბევრს ასწავლიდი რაღაცას. რაღაცა გეგონა შექმენი საკუთარი თავი, რაღაცა შენ დაიჯერე, რაღაცა ვიღაცამ დაგიჯერა, ვიღაცამ თქვა ესე, ვიღაცამ თქვა ისე, შენს დაიჯერე რაღაცა და საკუთარი თავზე შექმენი გარკვეული წარმოდგენა. შენ ისწავლე კარგად დოგმატური ღვთისმეტყველება, კარგად გაერკვიე ზოგადად საეკლესიო სწავლებაში ასე ისე. იყავი ადამიანი, რომელიც რაღაცა გარკვეულწილად იბრძვის რაღაცებისთვის, იმისთვის, ამისთვის, ყველაფერი შეეცადე შენ, მაგრამ მოხვედი ადგილას, სადაც გეკითხები. აი ზღურბლზე, რომელსაც ახლა შემოაბიჯებ შენ და ცათასასუფეველში უნდა შემოაბიჯო, შენგან ვითხოვ ერთ რამეს. არა ის რა აკეთე იქ, არამედ დამანახე შენი გული ამოვაბრუნოთ და რაც ჩამოგითვალეთ. მზად ხარ, არის შენში სიმდაბლე? არის შენში მორჩილება? არის შენში სიმშვიდე? არის შენში გულმოწყალება? არის შენში მადლიერების გრძნობა? და არის საბოლოო ჯამში შენში სიყვარულის განცდა? არა ისეთი ეს რაღაცები შენ რო წარმოიდგინე, არამედ სინამდვილეში ხარ თუ არა, შენში არის თუ არა ასეთი რამ. და ამიტომ უსიტყვო იქნება განკითხვა, იმიტომ რომ შენ ადამიანი თუ კი ამისგან დაცლილი იქნები და ეს არ გექნება, რაც არ უნდა გარეგნულად საზოგადოების თვალში, ეკლესიის მორწმუნე საზოგადოების თვალში და ზოგადად მთელი სამყაროს თვალში იყო ადამიანი, რომელსაც ზეცაში აყავხარ და იძახიან ამის დარი არ არსებობს არავინ. აი ეს რაღაცა, რასაც მოგთხოვენ, ეს სულად არის შეიძლება იყოს ღვთის წინაშე საერთოდ არავინ არ იყო. და მე ხშირად იძახიან ამას და მეც გავიხსენებ. ხო? სამი რამ გაუკვირდება ადამიანს, როდესაც წარსდგება მარადიულობაში რა. ვისაც ელოდება ისინი იქ არ იქნებიან, მერე იტყვის, რომ ამათ აქ რა უნდათ და მესამე მე საერთოდ როგორ მოხვდი აქ. იმიტომ რომ ზეცაში არ არის იმ კატეგორიებით განსცდა, განსჯა ადამიანისა და შეფასება ადამიანის მიწიერი ცხოვრებისა, როგორათაც დღეს ჩვენ აქ ვაფასებთ ადამიანების მოღვაწეობას. ამიტომ საშინელი სამსჯავროს ხსენება არის სინამდვილის დრო, სადაც ჩვენ სწავლსდგებით ღვთის წინაშე და თავჩაღუნულები, თავდადრეკილები მოვისმენთ აი ამ განაჩენს. არის შენში ისეთი რამ, რაც სასუფეველში ყოფნას უზრუნველყოფ შენსას. აქ ყველანი მორჩილებენ, აქ ყველანი თამდაბლები არიან, აქ ყველანი მონანულები, ანუ არიან ადამიანები მადლიერები და სიყვარულით არის მათი გულის სავსე. შენში არის ეს? იცი რა, უფალო, აი მე რავი, ყოველთვის მეგონა რომ იყო ჩემში ეს, მაგრამ მე გიყურებ შენში, არა ეს შენ გეგონა და გახსოვთ მე სულ გეუნებით ხომი ამას, რომ 10 ქალწულზე რო არის იგავი, უფალო განგვიღე ჩვენ და რას ეუნება? წადით, განმეშორენით, არ გიცნობ თქვენ მოქმედნო უსჯულოებისან. არა და იქ იყვნენ, უფალთან იყვნენ, მისი სახელით ეშმაკებს განასხავდნენ, სასწაულებს ახდენდნენ, წინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ არ გიცნობთ. აი ეს იქნება საშინელი სამსჯავრო, რომლის წინაშე ჩვენ მოკლედ ყველას მოგვიწევს წარდგომა. და უფალმა ამისთვის რომ თქვა, რომ აი
როგორ თამდაბლობა როგორ მოვიძიო, ეს ყველაფერი როგორ მოვიძიო და საშინელი სამსჯავროს სახარების კითხვის დროს გეუნება უფალი. მე ვარ ის შიერი, მე ვარ ის მწყურვალი, მე ვარ ის ესე იგი სნეული, მე ვარ ის უსახკარო და მე ვარ ის პატიმარი. თუ მე მომემსახურები და ჩემს წინაშე თავმდაბალი იქნები, შენ რო გონია საზოგადოება რო აფასებს, უკანასკნელი ადამიანი არის ვიღაცა ან თავისი სოციალური მდგომარეობით, ან ვიღაცა შეიძლება გონებრივად უჭირს, გეუნება უფალი, ეგ ვარ მე და მის წინაშეც თავმდაბალი იყავი. მის წინაშეც მორჩილი იყავი, ისიც გიყვარდეს, იმასაც პატივი ეცი, მისი მადლიერიც იყავი. მაგრამ მე არ შემიძლია ეს. ანუ ნახეთ რას გვეუნება უფალი. მე გავსჯი იქ, როდესაც წარსდგები ჩემს წინაშე, მე გავსჯი იმას, როგორ მოეკეცით ყველა იმ ადამიანს, ვისაც თქვენი დახმარება ჭირდებოდა. იმიტომ რომ მაგის უკან ვდგევარ მე. მაგის უკან ვდგევარ მე. აი ეს არის საშინელი სამსჯავროს სცენების დღე და დაფიქრება იმაზე, მარხვა მოდის, იქნებ მართლა ცუდი მოქალაქეები ვართ, ვინმე უშვებთ უბრალოდ. დღეს ხო როგორია სამყარო, ყველა თავს გვახვევს, რომ იცი რა, ჩვენა ვართ, მე ვარ და მე გამომყევი და მე სიმართლეს ვამბობ და მოდი აბა ქრისტიანებო, ვინც ეკლესიის წიაღში ვართ, გავბედოთ უბრალოდ. აი გავბედოთ უბრალოდ და ვთქვათ, მე ვუთხრა ჩემ თავს რომ მამაო, იქნებ ყველაზე ცუდი მოქალაქე ხარ შენი ქვეყნისა და ზოგადად სამყაროში ყველაზე ცუდი მოქალაქე ხარ. ზაქეს მსგავსად. იქნებ ყველაზე ცუდი მღვდელი ხარ და ქრისტიანი ხარ. მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო პირი ხარ. იქნებ ყველაზე ცუდი ოჯახის წევრი ხარ. აი ეს არის ფიქრი, რომელზეც დღეს ადამიანი ფიქრობს და ეს არის საკუთარი თავის განცდა, რომ 60-დან გამოდევნილი ვარ. მაგრამ მე თუ ჩემ თავში ვფიქრობ, იცი რა, რომ მე ყველაზე კარგი ვარ, ანუ უკვე შევქმენი საკუთარი თავი, როგორც 60-ის მოქალაქე, 60-ისა ბრჭყალებში. კარგი ვარ და რანაირად თუ კარგი ვარ, მე ხო 60-ის ღირსი ვარ. მე 60-ში უნდა ვიყო და არანაირი დღევანდელი კვირიაკის განცდა არ გექნება, რას ნიშნავს ადამიანი, რომელიც 60-დან არის გამოდევნილი. და ადამიანი, რომელიც 60-დან არის გამოდევნილი, ფიქრობს, რომ მე ვარ საიდანღაც, სადაც სრულყოფილება იქიდან გამოდევნილი და აქ კიდე ვარ ყველაზე ცუდი მოქალაქე, ყველაზე ცუდი ქრისტიანი და ყველაზე ცუდი ოჯახის წევრი. ყველაზე ცუდი ვარ. გაბედეთ აბა ამაზე ფიქრი. აი ამ ფიქრის დღე არის. ამ კვირებმა ამისთვის მოგვამზადა ჩვენ, რომ გავბედოთ და ვთქვათ საკუთარ თავთან მაინც. მაგრამ დღეს ხო ასევე შენდობის კვირაა. თუ შენდობის კვირაა, მაშინ რა გამოდის, რომ მე არა მხოლოდ ჩემ თავს უნდა გამოუტყდე ამაში, არამედ არ უნდა შემრცხვეს ყველა თქვენთაგანის წინაშე, ყველა ადამიანის წინაშე, რომელიც სამყაროში არის, თქვა ხმამაღლა, განცდიდად, გულიანად, ნამდვილად, რომ მე არ ვარ ისეთი კარგი მოქალაქე, როგორიც უნდა ვიყო, არ ვარ ისეთი კარგი ქრისტიანი და არ ვარ კარგი ოჯახის წევრი. აი ამის აღიარება და თუმი ამის განცდა მაქვს შინაგანი, მაშინ აღარ მახსოვს რა, აღარ მახსოვს შენი ცოდვები, აღარ მახსოვს შენ რომ მაწყენინე, აღარ მახსოვს არაფერი ის რაც შენ გამიკეთე, ჩემი მთელი ფიქრი არის იმაზე, რომ მე როგორი ცუდი ადამიანი ვარ. მე რომ გამოდევნილი ვარ 60-დან და მე რომ ღმერთი მყავს განდევნილი საკუთარი გულიდან, ამ ღმერთის დასაბრუნებლად ვიწყებ მე დღეს დიდ მარხვას. ღმერთო, ჩემი ცხოვრებით მე გაგაგდე შენ საკუთარი გულიდან და ახლა მინდა რომ ისევ გავამზადო ეს გული, რომ შენ ისევ დაბრუნდე ჩემს გულში. რომ მე შენი დაბრუნებით ყველაზე მთავარი მოვიპოვო რა ჩამოვთვალეთ? სიმდაბლე, მორჩილება, სიმშვიდე, გულმოწყალება, მადლიერება და სიყვარული. ქრისტია ეს ყველაფერი რაც ჩამოგითვალეთ, ჩემო მეგობრებო, ქრისტეს გარეშე ეს არ ექნება ადამიანს, ქრისტია თვითონ ეს რაც ჩამოვთვალეთ, სიყვარულიც ქრისტია, თავმდაბლობაც ქრისტია. თვითონ იძახის ხო, მომბაძეთ მე რამე თუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა.
იყვენით მოწყალე, ვითარცა მამა თქვენი ზეცაცა მოწყალი არის. ყველა მისი ლოცვა მადლიერებით არის მადლობა, რომ ისმენ უფალო ჩემსას და გლახაკ ლაზარეს აღადგენს. მადლობა უფალო, რომ ისმენ ჩემსას და ხუთი პურით 5,000 ადამიანს დააპურებს. ეს ის განცდებია, რომელიც სიკვდილამდე მორჩილი და გახადა უფალი საკუთარი მამისა. სიკვდილამდე მორჩილი გახადა ის. ამიტომ დღევანდელ დღეს ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ, რომ ვტოვებთ წუთისოფლის არსებულ სიმართლეს და იქ არსებულ თავის კანონზომიერებებს, რომლითაც სამყარო ცხოვრობს. ვიძახი, რომ მე სასუფევლისკენ მივდივარ, სასუფევლიდან გამოდევნილი სასუფევლისკენ მივდივარ. ადამის მსგავსად სასუფეվել დატოვებული დღეს ისევ ბრუნდები სასუფეველში და რა უნდა მოხდეს აქ? ნახეთ რა არის თავარი. მე ვიცი, რომ მივდივარ ახლა პირდაპირ და უცებ დამხვდა უფალი, აგერ ჯვარცმა არის ჩემ წინ, ეს ამის გამო არის დღევანდელ დღეს გეტყვით, რატოს დავაბრძანეთ ცენტრალურ ადგილას ჯვარცმა. აგერ აქ არის გვერდზე წმინდა წერილი დაიდება და მიდიხარ ადამიანი გზად და უცებ უფალი შემოგხვდა და გეუნება. არასწორი მიმართულებით მიდიხარ. და თუ კი შენ ამას გეუნება, რომ არასწორი მიმართულებით მიდიხარ, შენ რადიკალურად 180% თუ და შემოbrunde და უკან უნდა გაუყვე გზას, თან როგორ იცი, ის რაც შენ წინ იყო, უნდა აღმოჩნდეს უკან. ის რაც ოდესღაც შენს მარჯვნივ იყო, ის უნდა აღმოჩნდეს მარცხნივ. ანუ სრული გადაფასება უნდა მოხდეს ადამიანის ღირებულებების და ფასეულობების. ამიტომ ქვია სინანულს მეტანოია. მეტანოია როგორც ადამიანის გონების, ანუ ადამიანის მსჯელობის, გონითი ნაწილის რადიკალური ცვალებადობა. და რა არის ჟამი მისა დიდი მარხვისა? ჟამია სინანულისა და ადამიანის შეცვლისა. 60 გზაზე დაბრუნებისა და ამ 60 გზაზე სიარულისა. ანუ გამოდის რა? ჩვენ რომ 60-ში დაბრუნდეთ, შორს არა ვარ წასასვლელი. არ არის აუცილებელი იერუსალიმში ჩახვიდე. არც ათონის მთის მოლოცვა არ არის აუცილებელი. არც სინას მთაზე ყოფნა არ არის და არც ეგვიპტის უდაბნოებში გასვლა. არც დავითგარეჯში ჩვენს დიდ სიწმინდეებში წასვლა არ არის აუცილებელი. აუცილებელი არა. ძალიან მოკლე გზა არსებობს ამისი და მოკლე გზა უნდა გავიაროთ. ადამიანმა დაიწყოს საკუთარ გულში მოგზაურობა. გულია ჩვენი იერუსალიმი, გულია ჩვენი ათონის მთა, გულია ჩვენი სინას მთა, ყველაფერი დავითგარეჯი, ისე იგი ერთაწმინდა, ყოვლადწმინდა, ყველაფერი ჩვენი გული არის. გულია ჩვენი სვეტი ცხოველიც. ამ გულში უნდა იმოგზაურო, ამ გულში უნდა შექმნა სვეტი ცხოველის, ათონის მთაც, იერუსალიმის და ყველაფერი, რომ მასში ყოფნა გიხაროდეს და გინდოდეს და ადგილი არ გაცხოვნებს შენ. შორს არ არის წასასვლელი. ვერავინ იტყვით იმას, ვიცი რა, მე იქ არა ვარ, სიწმინდეები ყველაფერი იქნება მარხვის განმავლობაში. თავარია მოინდომო, რომ ადამიანმა გული გაასუფთავო და შენი გული გადააქციო ზუსტად იმათ, რისკენაც მიდიხართ, ანუ სასუფევლად იქცეს ჩვენი გული და ჩვენ და ღმერთი დავბრუნდეთ ჩვენს გულში და შევხვდეთ ერთმანეთს. აი ეს არის სამკვირების მთელი თავისი შინაარსი. აქედა რომ დაბრუნდებით ყველანი სახლში, თავჩაღუნულებმა შენდობას თხოვეთ ყველას, ოჯახის წევრს და ყველას და იმ განცდით ღმერთმა დაგიფაროთ ეს ფორმალურად გააკეთოთ. უბრალოდ უფალმა არ ვიცი დაგიცვათ იმისგან რომ ეს გაბედოთ და ფორმალურად სთხოვოთ ვინმე შენდობა და გული ისევ სავსე იყოს ადამიანის მიმართ წყენით. ჯერ ხო დავეჩვიეთ წირვაზეც, ქრისტე არის ჩვენ შორის, ვიძახით არს და იყოს და რას ვიძახით, სიყვარულია ჩვენ შორის და გულში ადამიანს ისევ აქვს სიმახინჯე, გულში ადამიანს ისევ აქვს მეორე თავისი მრევლის მიმართ წყენა, განკითხვა და ის იძახის, რომ ქრისტე არის ჩვენ შორის, რომელი ქრისტე არის ჩვენ შორის? არ არის ქრისტე ჩვენ შორის და იმდენად დაეჩვიე ამას, აი ამ ტყუილს იმდენად დაეჩვიე, რომ აი ამ შენდობის კვირასაც კი
როდესაც ყველაზე მთავარ ასპარეზზე უნდა შეაბიჯო, აქაც ორგულად იწყებ, საძირკველს დებ ისევ ტყუილში. მე ბევრჯერ მithქვამს, არ ნიშნავს იმას, რომ მიტევება სხვადასხვა ფორმები არსებობს. არ არის აუცილებელი ის, რომ შეიძლება არ მოხერხდეს ადამიანთან ისევ სიყვარულით განეწყო და ისევ, მაგრამ ის, რომ შენი გული დაცარიელებული უნდა იყოს ადამიანის მიმართ წყენისაგან, ეს აუცილებელი პირობა არის. დღეს უფალმა გითხრა, უკეთ თუ არ მიუტევებთ კაცთა შეცოდებებს, არც მამა თქვენი ზეციერი მოგიტევებთ თქვენ შეცოდებებს, რაც არ უნდა მღვდელმა ოლარი გადაგაფაროს, რაც არ უნდა პატრიარქმა მოგცე შენდობა, შენ თუ ადამიანს არ პატიობ, შენდობა არ გექნება. უფალი გეუნება 10-მა მღვდელმაც რო წაგიკითხო შენდობის ლოცვა და მთელმა ეკლესიის სისავსემაც რომ წაგიკითხო შენდობის ლოცვა, თუ კი შენს გულში არის ადამიანის მიმართ წყენა, უფალი გეუნება მე ზეციერი მამა არ გაპატიებ, იმიტომ რომ შენ გული გაქვს უპატიებელი. ეს დაიმახსოვრეთ და გახსოვდეთ. გული გამოინთავისუფლეთ ამ ყველაზე საშინელი დაავადებისაგან, იმიტომ რომ აღდგომას ვერ განიცდით იმ სიხარულს და ყოველთვის ბოროტ სულს ექნება საშუალება, რომ ჩაგიშხამოთ ყველა სულიერი წინსვლა. ცოდვა კი წავიქცევით. ცოდვა კი ადამიანს რაღაცა შეგეშლება, მაგრამ აქედან წამოდგომა ადვილია, მაგრამ გული, რომელიც არის ბოღმით, შურით, სიძულვილით, განკითხვით, უპატიობლობით სავსე, ასეთ გულთან უფალი ვერ მოდის და ის სამოთხე ვერასოდეს ვერ გახდება, ვერასოდეს. ის ატარებს მუდმივად საკუთარ აი ამ დედამიწის ცხოვრებაში ჯოჯოხეთს ატარებს ადამიანი გულით. თქვენ მეტყვით, ყველას უნდა ვაპატიო, არის ხომ ხშირად, რომ იმას არ უნდა აპატიო, ამას არ უნდა აპატიო და ეს დამიჯერეთ, ანუ უმწიფრობის, სულიერი უმწიფრობის ბრალი არის. ქრისტეზე მეტი დაგიშავათ ვინმე რამე? ქრისტეს რო დაუშავეს? ქრისტეზე მეტად შეურაცხყოფა მოგაყენეს? ქრისტეზე მეტად დაგჩაგრეს? ქრისტეზე მეტად გაგლანძღეს? ქრისტეზე მეტად სამარცხვინოთ მოგექცნენ? რას ეუნები ქრისტეს? იმას ესე მოექცნენ და ჯვრიდან რას იძახის? მიუტევე უფალო, რამე თუ არ იციან რას აკეთებენ. ჩვენ ამ რელიგიის წევრები ვართ, ჩვენ ქრისტიანები ვართ, ეს არ არის იოლის სტატუსი, ეს არ არის უბრალო რამ, ეს უმაღლესი მოწოდება არის ადამიანისა. ნუ ვეთამაშებით და ნუ როგორ ვიძახიცი, აი რაღაცა ნუ ვაიოლებთ რაღაცებს. ქრისტიანობა თავისთავად ყველაზე მარტივი რელიგია არის, მაგრამ ამავე დროს ამ სიმარტივეშია თავისი სირთულე. გეუნება რომ მტერი შეიყვარეო, მიდი შეიყვარე, აბა ხო მარტივია, ძალიან მარტივი სიტყვებია. მოუტრიალდები და ხშირად რომ მეტყვიან ხო მე რას მერჩი? მე კი არა ქრისტემ გითხრა და მე ხო არა მეც ვცდილო და შენც უნდა ეცადო. მოდი ხარ და მე მერჩის ვიღაცა რომ იცი რა ესე კი არა, მე იმას არ ვაპატიებ, ამას არ ვაპატიებ და ვეუნებ მე რას მერჩი? ქრისტემ გითხრა რომ თუ არ აპატიებ, არ გეპატიებაო და მე რას ისე იგი ჩემთან რას არჩევ საქმეებს? პირდაპირ გეუნება რომ თუ არ აპატიებ, დღეს რა წავიკითხეთ სახარებაში, თუ არ აპატიებთ ადამიანებს, მათ შეცოდებებს, არც ზეციერი მამა გაპატიებ თქვენ შეცოდებებს, მიდით და უფალს ედავეთ. და ადრე ბევრჯერ მithქვამს, რომ ადამიანები უკვე იმდენად არიან თავის სიმართლეში და თავის რაღაცა მოგონილ ქრისტიანობაში გადავარდნილები, რომ ქრისტეს წინააღმდეგ მიდიან, ვერც კი ხვდებიან უბრალოდ. ამიტომ თქვი ეს სულიერი უმწიფრობის ბრალი არის. ღმერთმა მიგვიყვანოს იქამდე, რომ სული მომწიფდეს და სული უფრო მეტად გახდეს ადამიანისა ღმერთის მიმღები და ღმერთის მიმსგავსებელი. პირდაპირ გეუნებით, არ არსებობს მიზეზი, რითიც შენ თავს გაიმართლებ იმისას, რომ ვიღაცას შენი გული არ პატიობს და ეს გაგამართლებს, არ არსებობს სამყაროში მიზეზი. ეს ჩემი ნათქვამი არა, ეს დღევანდელმა სახარებამ თქვა, რატომ გეუნებით? იმიტომ რომ თუ ამის გარან არ განთავისუფლდებით, შეუმჩნევლად მუდმივად საკუთარი გულით ჯოჯოხეთს ატარებთ. ადამიანი ტაძარში ცივლი ბევრჯერ გითხარით, აღსარებასაც იტყვი, ზიარებაზეც მიხვალ ყველაფერი, მაგრამ გული იქნება
ჯოჯოხეთით სავსე, იმიტომ რომ არ პატიობს შურს ვიღაცისა, ზულს ვიღაცა და ასე შემდეგ. ასეთ გულთან უფალი არასოდეს და ვერასოდეს ვერ მიდის. მარხვის შინაარსი. ძალიან მოკლედ შევეცდები, რომ გითხრათ, რა უნდა გააკეთოთ ამ მარხვაში, გარდა იმისა, რომ ხორცზე და ოდიშით ამ ფამილიარობისთვის, მაგრამ კარაქიან პურზე და ასე შემდეგ უარი რომ უნდა თქვათ, გარდა ამისა, რომ საჭმელმან პავლე მოციქულიძახის საჭმელმან ჩვენ არ გვაცხოვნოს და არ წარწმიდოს. ჭამა არ ჭამა ადამიანს მოკლედ არ წარწმეს და არ ცაცხოვნებს. მას აქვს თავისი ადგილი მარხვის პერიოდში და ამაზე თუ მომეცემა საშუალება შემდეგში კიდე გეტყვით. მაგრამ რა არის მთავარი? იმაზე გულისცემაზე რო დავადოთ, ვენაზე გულისცემაზე რო დავადოთ, მარხვა რო ერთხელა და სამუდამოდ მივხვდეთ, მიგახვედროთ უბრალოდ რა არის. ჩვენ ყველას გვაქვს სურვილები. და ეს სურვილები არის როგორი სურვილები, იცი, ორ სიტყვაში გამოითქმის, მინდა და მჭირდება. ახლა ვიღაცას რო კითხოთ თქვენ, ხო, ყველანი ჩამომიწერთ, რა გინდათ და რა გჭირდებათ. ამიტომ ის ზღვარი რა გჭირდება და რა გინდა, ეს ზღვარია მორღვეული სამყაროში თავიდან ბოლომდე. ქრისტიანი ადამიანი მარხველი ცდილობს, რომ ეს ზღვარი გაავლოს სწორი. ჩემი სურვილები, რაც მე მინდა და მჭირდება, იყვეს იმ ზღვართან დაახლოებული, სადაც მე ქრისტიანობას არ მოვაკლდები და სადაც ადამიანი არ წარიწყმენთ საკუთარ თავს. დღევანდელმა სახარებამ რა თქვა? სადაც არ საუნჯე თქვენი, მუნცა იყოს გული თქვენი. რას ნიშნავს? რა სურვილებიც გააქვთ, თქვენი გულიც იქ არის. რაც გსურს ადამიანს მინდა და მჭირდება, რო გითხრამ პირველი ეხლა რა გინდა, რა გჭირდება, რას ეტყვით? ყველა ადამიანი იტყვის ალბათ, იცი რა მჭირდება, თან კარგს ცუცხო არ იტყვის. ზოგი შეიძლება ცუდი ითქვას, მაგრამ არაფერს ისეც არ იტყვის, კარგს იტყვის. შეიძლება, მაგრამ სადაც მე ყველაზე მეტად რაც მჭირდება და რაც მინდა, იქ არის შენი გული. იმიტომ რომ ის გული ფიქრობს სულ მაგაზე. ეგ მინდა და ეგ მჭირდება. და ეს მინდა და მჭირდებას დამოკიდებულება სადამდე მიდის უკვე ადამიანი, იცი? რომ მომენტ, როდესაც კითხავ ადამიანს, ეს რაში გჭირდება და რა გინდა, მერე ფიქრობს, ნახე, ქრისტიანი ადამიანი ვინ არის? მართალია რა, რა თმინდოდა ეს? ნახეთ, ჩვენ ფიქრიც არა გვაქვს, სურვილები იმდენად გვაქვს გაქცეული, რომ რა გვინდა და რა გჭირდება. ქრისტიანობა ნიშნავს იმას, რომ მარხვის პერიოდში მე ფიქრდები და ვიძახი, დედა, ამ ხელა ცხოვრება, მთელი ცხოვრება ვიძახი, ეს მინდა და ეს მჭირდება და თურმე სულაც არ ყოფილა ეს საჭირო და არ მინდოდა. მარხვა არის აქედან გამოფხიზლება, რომ გადახედეთ თქვენ სურვილებს. ეს სურვილები მარტო მატერიალური კი არ არის. ფული მინდა, ძალა ის მინდა, ისე იგი კარგი სახლი მინდა, კარგი მანქანა მინდა, ჩემი შვილის წარმატება მინდა, კარგი ბედი, კარგი იღბალი, კარგი კარიერა და ამაზე არაა საუბარი. ადამიანს ზოგს ცოდვა უნდა, ცოდვა სურს. ადამიანს ცოდვა უნდა, ცოდვით არის, მისი ცოდვით უნდა დაიკმაყოფილოს საკუთარი თავი. ამიტომ გახსოვდეთ ყველაზე მთავარი, რომ დღეს უნდა დავფიქრდე მარხვას რო ვიწყებ, რა არის მარხვა? მე მაქვს სურვილები და მოდი ამ სურვილებს გადავხედო, რა მინდა და რა მჭირდება. გადახედეთ საკუთარ თავს, აბა რა გინდათ და რა გჭირდებათ. და როდესაც გადახედავთ ამას, დაგეუფლებათ ესეთი განცდა. ნახეთ, მე რაც მინდა, რაც მჭირდება, ეს ყველაფერი იწვევს ჩემში გარკვეულ ემოციებს და სურვილებს და გამომდინარე აქედან შიშებს. ადამიანს ეშინია ეს თუ არ მექნება. მიხვდით, ეს თუ არ მექნება დავიღუპები. ადამიანი უკვე უმოწყალო ხდება, იმიტომ რომ მოგიყვანთ მაგალითს, წეღან უფალმა გითხრა, რომ
ვისაც შია მიეცით, ვისაც ყურია მიეცით, მაგრამ რამდენჯერ ყოფილა ძალიან მარტი მაგალითს მოგიყვანო, მოვიდა ვიღაცა და პური გთხოვათ და ეხლა ვერ მივცემ ამას ამ პურს, იმიტომ რომ საღამოთი თუ ხვალდილით მე აღარ მეყოფა. ანუ ადამიანი უკვე ხდება როგორ იცი თავისი ამ შიშები ემართება ადამიანს. ანუ ამ წუთის სოფელმა არ გამაკოტროს. ამ წუთის სოფელმა არ წამართვას მთავარი რაც მე ყოველთვის მსურდა და მინდოდა. და აი ქრისტიანობა და მარხვა ეს არის აი ამ შიშების და სურვილების მოგკვდინება ადამიანისა. მიუცემ, ანუ უფალი იძახის, შენ მიეცი ადამიანს, რომ ვინც მოვიდა და ხელი გამოგიშვირა, რომ მომეციეს, შენ მიეცი მაგას. და მე შენთანა ვარ და მე შენ შეგივსებ იმას, აი ამ მოწყალებას დაგიბრუნებ, რომელს გჯერათ ამისი, რომელს გწამთ ამისი. ჩვენ მაინც აი იმ სურვილებში ვჩები, ჩვენ მაინც არ ვენდობით ღმერთს, ჩვენ მაინც არ ვიცით ის იმ სიტყვებს არ ვენდობით ფსალმუნში, რომ არა მიხილავს მართალი დაგდებული და თხოვნელ პურისა. არ გჯერათ, ფსალმუნებსაც კითხულობ, ზოგ შემთხვევაში სახარებასაც კითხულობ, მაგრამ არ გჯერა შენ უფლისა. არ გწამ შენ იმისა, რომ შენ თუ ამის გარეშე იცხოვრებ, შენ არ მოგაკლდება რაღაცა ისეთი, რაც შენ აი ეს შიშები აქვს ადამიანს. და აი ამ შიშის დაძლევა არის ზუსტად ის. მაგალითად უბანში მამაკაცებს გეტყვი, ხასიათი გაქვს ისეთი, ან ოჯახში ხასიათი გაქვს ისეთი, რომ შენი აი ამ ჩხუბით, გალანძღვით, რაღაც აი ამ რაღაცებით ავტორიტეტი გაქვს მოპოვებული, ჭყალებში ავტორიტეტი. ან პედაგოგიურ კოლექტივში სადმე, სადაც მუშაობ, შენი ამ მავნე ხასიათით, რომლითაც შენ გარშემო ადამიანებს ზოგ შემთხვევაში, ისე იგი ეჭვიანობით, შურით და ამითი ცდილობ, რომ მათზე ზეგავლენა მოახდინო. და მოდიხარ ტაძარში და ეძახი, მარხვა იწყება. ამისგან გამთავისუფლდები, მაგრამ მეშინია, რისი მეშინია, იმიტომ რომ ეს 40 დღე რომ ამისგან განთავისუფლდე და მე საერთოდ რომ გამთავისუფლდი ამისგან, რას მიზავენ, იცი? მთელი ამდენი წელი რომ მე ვიღაცას ჩაგრავდი, ზედ გადამივლიან ისინი მე. ამიტომ ქრისტიანი ადამიანი მოდის და იძახის, იცი რა, კი ბატონო, ვიმარხულებ, კარაქიან პურს არ შევჭამ, ხორცზეც უარს ვიტყვი, მაგრამ ის რაც ჩემში არის ხასიათი, იმას გეხვეწებით ნუ მომთხოვთ ვერ შევწვი. ამიტომ ეს წუთის სოფელი ყოველთვის გაშინებს, შიში ყავხარ. აი შენ ახლა წავიღებ ამას, დატოვებ, აი ხა წაგართმევ შენ ამას, ამ გავლენას წაგართმევ, ფულს წაგართმევ. ყველაფერს წაგართმევ, რაც მე მოგეცი და რის გარეშე დარჩები და აი ნახეთ, შიში მაქვს, ამ წუთის სოფლისა პანიკური შიში აქვს ადამიანს. რატომ? იმიტომ რომ ქრისტესი არ წამს და არ ჯერა. და მე ვიძახი ხოლმე, მოდი აბა 40 დღე გავრისკოთ ბოდიშით ამ ჟარგონზე რა, მაგრამ აი ესე უფრო უკეთესად გაიგებთ. მოდი გავბედოთ და გავრისკოთ, აბა ეს 40 დღე მივენდოთ ღმერთს, იქნებ მოგვეწონოს. იქნებ ღმერთმა თქვას, რომ აგერ ამას ველოდებოდი შენგან და ის შენი სარწმუნოება შეგივსოს. იქნებ რაღაცა რო გაეცი და გლახაკს მიეცი, უცებ დაგიბრუნოს ორმაგი. და იქნებ თქვა, რომ მადლობა ღმერთო, თურმე ამდენი ხანი როგორ ორგულებას ვიჩენდი უბრალოდ. არ გენდობოდი, არ მჯეროდა შენი და სარწმუნოებაც არ მქონდა ზოგადად, რომ შენ არსებობ და შენ მოქმედებ ჩემს ცხოვრებაში. და აი ესეთი ადამიანების შინაგანი ხასიათდება რითი, იცი? ადამიანს ბედნიერება უნდა და თავში აქვს. ადამიანს შეუძლია ბედნიერება იყიდო. კი არ მოიპოვო, არამედ იყიდო. ეს არის სამყაროს სულისკვეთება. გინდა ბედნიერება? მოყიდი. გინდა ბედნიერება? გაიღე რაღაც და მოყიდი. არა ფულად მარტო. შენი დრო დამითმე, შენი ენერგია დამითმე, შენი სურვილები მინდა და მჭირდება დამითმე და მე შენ ბედნიერებას მოგცემ. აი ესეთი რაღაცა ჩაჯენილი აქვს ადამიანს ზოგადად თავში. მერე
დაიჯერებს ამას ადამიანი და დღეს ჯერას ყველა ადამიანს ეს, რომ ფულით იყიდება ყველაფერი და ყველაფრის მოპოვება, ანუ ბედნიერება, რომელსაც ეძებს შეუძლია, მოკლედ ფულით რაღაცით, ისე იგი მიიღოს, მაგრამ რწმუნდება რაში? აი მაგალითს მოგიყვანთ ახლა ვიღაცები დამეთანხმებით, ჩემთან ახალგაზრდები მოდიან ხოლმე. აი მანია ჭირთ რომ რაღაც უნდა გამოიწერონ. იცით ეგეთი ხალხი? რაღაც ეს გამოწერეს რო აკეთებენ, რამესო ყიდულობენ ხოლმე, ანუ არ შეუძლიათ რომ რამე არ გამოიწერონ. ანუ აი რაღაცა შენაძენი რო არ გააკეთონ, ადამიანებს არ შეუძლია. ანუ ნახეთ, აი რას ვერ ხვდებით უბრალოდ, რა არის ყველაზე მთავარი, რომ როდესაც შენ აი ამ წუთიერ და წამიერ სიამოვნებაზე ხარ დამოკიდებული, რომ რაღაცა იყიდე, მე ვიცი ადამიანები, რომლებიც შინაგანად როდესაც უჭირთ, მიდიან მაგალითად და იმიჯს იცვლიან, თმებს იჭრიან. ან ადამიანები, მე ვიცი, რომლებიც ისე იგი რაღაცების საყიდლად დადიან, ახალგაზრდები მით უმეტეს ამას შოპინგს ეძახიან, ანუ გადიან და დადიან. ადამიანები, რომელსაც შინაგანად უჭირს, ისე იგი სადღაც სამოგზაუროთ მიდიან, რამოდენიმე დღით, მაგრამ იყიდა თუ არა რამოდენიმე ხანში დაძველდა, ისე იგი იმიჯი შეიცვალა თუ არა რამოდენიმე დღეში შეეჩვია, მოგზაურობიდან დაბრუნდა, დაუბრუნდა ისევ იმ მდგომარეობას, რომელშიც შინაგანად იყო. და ნახეთ რა ხდება. აი ეს შენი შინაგანი ახალ დოზას ითხოვს, ნარკომანივით. ნახე, შინაგანი სიცარიელე მაქვს. სიცარიელი აქვს ადამიანს, შინაგანი საშინელი სიცარიელი აქვს, ბედნიერი არ არის, სიხარულის ნატამალი არ აქვს. ცარიელია მისი გული, აი რაღაც როგორ გითხრა, იცი, აღარაფერი არ ახარებს. არაფერი არ ახარებს მას და უბრალოდ გამაყუჩებელი სახით და ესე რომ ვთქვა, აი ნარკოტიკის რომ მიიღებს ადამიანი და რომ გაბრუნდება, უბრალოდ ზოგი ნარკოტიკსაც იღებს, მაგრამ ამისი ნარკოტიკი გამაყუჩებელი არის მოგზაურობა და რაღაცა შოპინგი და ასე შემდეგ, მაგრამ თავარი ერთი არის, რომ ეს მთავრდება და შენი მე მინდა და მჭირდება ახალ დოზას გთხოვს. მომეცი ახალი დოზა. იმიტომ რომ ისევ შფოთში ვარდება ადამიანი. ადამიანი ვარდება ისე რომ აიმედე და ისე იგი შიში აქვს და დაუცველობის განცდა აქვს მოკლედ ადამიანს. და აი ეს წუთი სოფელი კიდე რას გიხსნით? აი უბრალოდ მარხვას მინდა დავიყვანო აი როგორღაც ჩვენს გაგებამდე რომ წუთი სოფლის სულის კვეთება ზუსტად ამით გვევაჭრება მერე ჩვენ. გინდა ახალი დოზა? გინდა ახალი დოზა, რომ შენ სიცარიელი არ გქონდეს? მაშინ გააკეთე ეს. ადამიანი აღარც ფიქრობს თავის აი ამ რომ შინაგანად უბედურება არაფერზე თავის იმაზე, ოღონდაც ეს დოზა მომეცით. და აი ეს სამყარო აი ამ დოზას ყიდის, სხვადასხვა ფორმით. სხვადასხვა დოზას ყიდის, სხვადასხვა რამეს. ყველა ადამიანს ჩვენ იგვაქვს ამ წუთის სოფლისეული სიტყვოება, მაგრამ თავარი ერთი რამეა, რომ ადამიანის გული არის უბედური და ადამიანის გული არის ცარიელი. რატომ? იმიტომ რომ გული მაშინ არის ბედნიერი და სიხარულს განიცდის, როდესაც წეღარად ჩამოგითვალეთ. მასში არის სიმშვიდე, სიმდაბლე, მორჩილება, მადლიერების განცდა, სიყვარულის განცდა, გულმოწყალება, მხოლოდ ასეთი ადამიანი არის ბედნიერი. დანარჩენი ყველაფერი, რასაც წუთისოფელი გთავაზობს, ეს არის ბოდიშით ამ გამოთქმაზე, აი ეს დოზა, რომელსაც აი ისე იგი ძალიან ცუდ მდგომარეობაში, დამოკიდებულებაში მყოფი ნარკომანია ესე, ცრემლიანი, ამღვრეული, დაუცველი, შიშის მომცველი თვალებით უყურებს და მომეცი გეხვეწები რა. მომეცი. აი ამისგან განთავისუფლება არის მარხვის პერიოდი. წუთისოფელს უთხრა მე რომ იცი რა, მე საერთოდ, ანუ კიდევ ვიძახი, იმდენი დოზით ხარ ჩემში, რამდენიც მე მჭირდება. შენ კი არ განსაზღვრავ იმას, მე როგორი ვიყო, არამედ მე განსაზღვრავ შენ რამდენი სუფლება მოგცე ჩემს ცხოვრებაში. აი მარხვის ასპარეზი ეს არის. და ეს წუთისოფელია მე, რომელიც ნახეთ რას გიშვებათ. აი მე დღეს არის ხოლმე ჩვენთანაც ზოგადად იმათ.
გიქმნის, ანუ შიში გაქვს ადამიანს, რომ როდესაც ღმერთი არ არის შენს გულში და ქრისტე არ არის შენს გულში, არ გამოუჩნდე ცუდ ადამიანად. და იწყება რა? ნახეთ, რა იწყება? შენ თუ დღეს აქ არ დგეხარ ამ ადგილას, შენ თუ დღეს ამის მხარდამჭერი არ ახარ, შენ თუ დღეს ამას არ აკეთებ, მაშინ შენ ხარ და მოდის იქიდან, შენ ხარ ისე იგი მოღალატე, შენ ხარ ესეთი, შენ ხარ ისეთი და ნახეთ, თუ ცარიელი ხარ ადამიანი გეშინია, ვინმე არ ჩამთვალოს რომ მოღალატე ვარ და გავრბი ვარ ეგრევე იმასთან, რა გავაკეთო მე რომ ისევ კარგი ადამიანად დავრჩე? რა გავაკეთო? და მოდი მე გეტყვი ახლა შენ რა უნდა გააკეთო ახლა და იწყებს ადამიანის დამონებას, იწყება ადამიანის დამონება თავიდან ბოლომდე. მაგრამ ნახეთ, ვინ არის ქრისტიანი ადამიანი? ვის გულშიც ქრისტე არის? ვის გულშიც სიმდაბლე, ვის გულშიც სიხარული, აი ეს განცდა, შინაგანი საოცარი, ის ადამიანმა კარგად იცის სად უნდა იყვეს და რა უნდა აკეთოს და როგორ უნდა აკეთოს. დღეს ესე არ არის? გადახედეთ დღევანდელ ჩვენ ქართულ საზოგადოებაში რა დღეები გავიარეთ და კიდე ხო გავდივართ ამ დღეებს. ყველა ვინც გარეთ არის რას გეუნებათ. დღეს თუ შენ იქით დგეხარ, მაშინ შენ ხარ მოღალატე, შენ თუ იქით დგეხარ, ხარ მოღალატე. ყველანი ცდილობენ ერთ რამეს, რომ როგორღაც შენი სიცარიელე, რომელიც გულში გაქვს და ბედნიერი არ ახარ და სიხარული არ გაგაჩნია, წაგიყვანონ და გაგიყვანონ და გითხრან, რომ სიხარული გინდა? თუ სიხარული გინდა, აი აქ უნდა იდგე ახლა. აქ თუ იდგები შენ, ჩათვალე რომ კაი კაცი ხარ, კაი ქალი ხარ, შენი ქვეყნის მოყვარული ხარ, ყველა, ანუ საუკეთესო ადამიანი ხარ. ანუ სამყარომ იმ წუთი სოფლის სულისკვეთება გადაგიხადა რაღაცა, რაში იცი რომ ჩაგთვალოსო კარგი ადამიანი ხარ და შენს ეს დოზა გამოართვი და გაიკეთე. და თქვი რომ იცი რა, მე მთვლიან რომ ძალიან კარგი ადამიანი ვარ. მე მთვლიან რომ ძალიან მაგრად მიყვარს ჩემი ქვეყანა, მე მთვლიან რომ ყველაზე მაგარი ქრისტიანი ვარ, მე მთვლიან რომ ყველაზე საუკეთესო ადამიანი ვარ. თუ მე ესე მთვლიან, მაშინ მე იქა ვარ, იმათიანი ვარ და აი ეს დოზაა, რომელიც საკუთარი თავის ისე როგორ გითხეთ, წყურია რომ ეგრეთად ჩაგთვალონ. მაგრამ დღევანდელი დღე რა დღეა, რაზე ვილაპარაკეთ, რომ მე უნდა ჩავთვალო რა რომ ვარ რა, ყველაზე ცუდი მოქალაქე, ყველაზე ცუდი ქრისტიანი და ყველაზე ცუდი ოჯახის წევრი. და სადღაც მეუნებია რომ შენ რომ ჩაითვალო კარგ მოქალაქედ, კარგ ქრისტიანად და კარგ ოჯახის წევრად, ეხლა შენ ეს უნდა გააკეთო და უფალი პირიქით გეუნება. მუდმივად გახსოვდეს თავში რომ არ ხარ შენ კარგი, რომ შენ მუდმივ ძიებაში იყვე სასუფეველის მოქალაქეობის. აი ამითი გვევაჭრება გარეწუთი სოფელი. და ჩვენ კიდე სუსტები, ძალიან სუსტები, დაცლილები, ღვთის მადლისაგან დაცლილები. რატო? იმიტომ რომ არც თამდაბლობაა ჩვენში, არც მორჩილებაა ჩვენში, არც სინანული არ არის ნამდვილი ჩვენში, სიხარულის მომტანი სინანული არ არის ჩვენში. არც ისე იგი მადლიერების განცდა არ არის, არც გულმოწყალები არა ვარ და არც სიყვარული არ არის ჩვენში. დაცლილები, აი განიარაღებულები ვართ და ვიღაცას ველოდებით, რომ ვიღაცამ ჩაგთვალოს, რომ ვიღაცეები ვართ. დაგვარქვას, რომ აუ, შენ ხარ მაგარი კაცი. მამაო, შენ ხარ მაგარი სასულიერო პირი. ანუ მე მღვდელი, რომელიც გარედან, ნახე, გარედან იმას იზავ, დაელოდები ვიღაცის დასტურს, რომ კარგი მღვდელი ხარ, დაღუპული მღვდელი ხარ. როდესაც შენი მღვდლობა განისაზღვრება, რომ სხვა ადამიანები იტყვიან თუ არა შენზე კარგი ხარ თუ ცუდი ხარ, დამთავრდა შენი მღვდლობა. არავის ქრისტეს არ ჭირდებოდა ვინმეს დასტური გარედან, კარგი ხარ თუ ცუდი ხარ და თუ ვინმე დასტურს აკეთებდა, ერთს აკეთებდა მხოლოდ და მხოლოდ ცუდს. ეშმაკეულია, ეშმაკის ძალით განასხავს იმათ, ეს ისე იგი ერის, ანუ მოუკლათ ეს, იმიტომ რომ ერის მოღალატეა. ანუ ეს ვინ არის, ისე იგი შაბათს არღვევს, ყველაფერს არღვევს, რა ჩვენ წესი გვაქვს, ყველაფერს არღვევს. კიდე გეუნებით ქრისტიანი, რომელსაც ჭირდება გარედან დადასტურება ვინმესი, რომ კარგი ქრისტიანია და არა შიგნით საკუთარ გულში ღმერთთან ურთიერთობით დაადასტურებს, რომ მე უფალო უღირსი ვარ.
არ მაქვს თამდაბლობა ესეთი, მაგრამ შენთან მინდა, შენ გვერდზე ყოფნა მინდა, შენ მინდა იყვე ჩემს გულში, ასეთ ადამიანს ვერ მოერევა ვერავინ. მაგრამ ჩვენ გარე დადასტურებას ვეძებთ. თავზე ხელი უნდა გადაგვისვან ესე და გვითხრან, ანუ უფალმა კი არა. ღმერთი როგორ ფიქრობს, როგორი ვარ, ეგ კი არა. აიქა ბევრმა კრებულმა უნდა გადაწყვიტოს, ეს არის ნამდვილი კაცი ძმო. ამაზე მაგარი ქალი არ არსებობს, ყველაზე მაგარი და ესა ისეთი ქრისტიანია ის არის და ფიქრობ ხოლმე ჩემთვის და ვიძახი დაიღუპა ადამიანი. და ნახეთ მაგას ვიძახი გარე წუთისოფელი რას იძახის. გინდა პოლიტიკურად აიღე, ეკონომიურად აიღე, სოციოლოგიურად აიღე, ყველანაირი წუთისოფლის ხელშია ეს ყველაფერი და რას გეუნება. თუ კი გინდა, აი ჩვენ ახლა აქ ვართ შეკრებილი მაგალითად პირობითად 100,000 ადამიანი. შენა თუ გინდა რომ კაი კაცად ჩაგთვალო ჩვენა და ქრისტიანიც კი გიწოდოთ, მღვდელზე ვიძახი ჩემზე, უამრავჯერ იყო. შენ თუ გინდა რომ კარგი მღვდელი იყო, ეხლა ძმაო, შენ ჩვენ გვერდით უნდა იდგე. მეუნები, რაში მჭირდება მე შენი დასტური იმისა, რომ შენ გარედან მეუნები, რომ შენ რო კარგი მღვდელი იყო, ის უნდა გავაკეთო, რაც შენ გიდა და მაშინ ვიქნები კარგი მღვდელი, სისულელე. აი ეს არის ჩვენი ქრისტიანული მომენტი, ჩვენც ამაზე ვართ წამოგებულები. მიხვდით, გულში ქრისტე არ არის, ღმერთი არ არის, სიმდაბლე, სიყვარული, მოწყალება არ არის ადამიანში და цаრიელი გულით აი ესე როგორც ფოთოლს დაგვარბევინებენ აქეთ-იქით. ვიღაცეები, ჯგუფები და მარხვა რა არის? მარხვა არის აი მაგ ყველაფრისგან განთავისუფლება. თქვა ადამიანმა, იცი რა? ვინ ხარ კაცო? მე ჭირდება ღმერთმა დამიდასტუროს, ღმერთმა საკუთარ გულში და მინიმუმ საკუთარ მოძღვარმა. და ჩემი ცხოვრება წარმართო ქრისტეს მცნებების მიხედვით, ეს არის ჩემი გასაკეთე, ვინ ხარ შენ? რომ შენ უნდა დამიდასტურო ახლა მე, კარგი მღვდელი ვარ, კარგი ქრისტიანი, კარგი მოქალაქე, კარგი ოჯახის წევრი თუ ვინ ვარ? შენ ვინ ხარ საერთოდ? აი ამას გეუნებოდით ამდენი ხანია, რომ შეხედეთ იმ ადამიანებს, ვინც ზემოთ დგანან, ყველანი ვინც განსაზღვრავს თითქოს ადამიანების კარგია თუ ცუდია, ბოროტია თუ კეთილია, ჩამორჩენილია თუ ისე იგი რაღაცა გამოსულია. ვინ არიან ეს ადამიანები? რა სულისკვეთებისები არიან და მიხვდებით, რომ ეტყვი, რომ შენ რანაირად თუ და განსაზღვრო, მე ვინა ვარ? ვინა ხარ საერთოდ? ვინ ხარ საერთოდ? მოკვდავი ხარ ჩვეულებრივი. ბოლო აკორდი და ვამთავრეთ. აქ რა შემოდის, იცით? კიდე რა შემოდის დააკვირდით. პიროვნება რო იდგეს კიდე იქით, ზოგ შემთხვევაში დგას პიროვნება. მაგრამ პიროვნება რო იდგეს კიდე არა უშავს, იქით დგას გაურკვეველი ძალა. ანუ ისმის კითხვა, ვინ შექმნა ის ღირებულებები, რომლითაც ჩვენ გვეუნებია, რომ ან კარგი ხარ, ან ცუდი ხარ. პიროვნება არ არსებობს. პიროვნება რო იყოს, მიხვიდოდი და აი ესე დიალოგში შეხვიდოდი და ეტყოდი, საიდან იძახი შენ რომ კარგი ვარ თუ ცუდი ვარ? ანუ დიალოგში შეხვა. მეორე მხარეს დგას წუთისოფლის სულისკვეთება, სადაც პიროვნულობა არ არსებობს. მიხვდით აქ რაზეა, ჩვენ გვაქვს ანუ იქით უკვე განსაზღვრა სამყარომ კარგი და ცუდი რა არის და გეუნება გინდა რომ კარგი იყვე და შენ დარბი ხარ და იძახი ვის უკითხო ესა რატო უნდა გავაკეთო და ყველა გეუნება მე არ ვიცი იქ იმას უკითხე არ არსებობს ვინმეს პასუხი მოსთხოვ მე ბევრჯერ მithქვამს აი ჩვენი ბავშვები ახალგაზრდები ამ განათლების სისტემიდან რასაც დღეს ჩვენ ბავშვებში ღირებულებებს და ფასეულობებს დებენ წადით კითხეთ ვისი ბრალიაო ყველა რას გეუნა არ ვიცი ვინმე შეგიძლია თქვა ერთი ადამიანი ვისი ბრალით შეიძლება ვერ ნახავ რატო ვერ ნახავ იმიტომ რომ ეს უხილავი სისტემაა უხილავი რაღაც უპიროვნო ძალაა რომელიც მოქმედებს მაგრამ არ ჩანს ვინ მოქმედებს და შენ რო ადამიანს გინდა რომ ვიღაცასთან კამათში შეხვიდე რომ იცი რა ესა ესე კი არა ესე უნდა იყოს გეუნებიან არ ვიცი მე და ხა ქრისტიანი ადამიანი კი ხვდება იქით რა ძალაზეა ლაპარაკი ჩვენ ხვდებით პირობითად რა ძალაზეა ლაპარაკი ადამიანური გონებით შექმნილი გარკვეული ღირებულებები და ფასეულობები რომელსაც პრეტენზია აქვს იმისი რომ განუსაზღვროს ადამიანს ცუდია თუ კარგია
ბოროტია თუ კეთილია, რა ქონდეს და რა არ ქონდეს და ასე შემდეგ. რა არის მარხვა ამთავრებს საბოლოო ჯამში? მარხვა არის მიხვედრა იმისა, რომ ბედნიერება აიქ არ არის. ის საჭიროა, მაგრამ გარკვეული დოზით. ანუ მე შემიძლია მივცე ღმერთისა ღმერთსა და კეისარს კეისრის. მე მივცემ იმ სამყაროს იმდენს, რამდენიც საჭიროა, რომ მივიღო მისგან რაც მჭირდება. და მივიღო იმდენი, რომ ჩემი სურვილები და ისინი მათზე არ იყოს დამოკიდებული. აი ეს არის ქრისტიანობა. აი ეს არის მარხვის მთავარი შინაარსი, რომ არავისზე და არაფერზე არ ვიყვე მე. ანუ გარედან არ მჭირდებოდეს დადასტურება ვინ მისი, მე ვინ ვარ და როგორი ვარ. უფალო, შენს ხელშია ჩემი ცხოვრება. მე ვიცი როგორიც ვარ და შენ მითხარი მე რა არის საკეთებელი და როგორ მოვაწყო საკუთარ გულში სასუფევლის მდგომარეობა. აი ეს არის ქრისტიანი ადამიანის. და დამიჯერეთ, თუ კი ვინმეს ერთმანეთისგან გჭირდება თქვენ რომ ვიღაცამ დაგიდასტუროთ ის რომ კარგი ბიჭი ხართ ან კარგი კაცი ხარ და კარგი ქალი ხარ და თურმე ისტulis ახლა და თუ იმან ჩათვალა, ეს იცოდეთ რომ ეს არის შენგან წართმეული თავისუფლება და დამონების ყველაზე მთავარი ძალა და მეთოდი, რომელიც სამყაროს გააჩნია. ამის გამო იმონებს დღეს ადამიანს წუთისოფელი. გაიაზრეთ ეს და ნელ-ნელა მიხვდებით, როგორ დაიხსნებით ამ წუთისოფლის ხაფანგს თავს. დამიჯერეთ. ამ წუთისოფლის ხაფანგს დაესხმებით და როგორ დაიხსნებით თავს. და მარხვა ზუსტად ეს არის. არც საჭმელმა, არც სასმელმა, არც ლამაზმა, ჩასაცმელმა არაფერმა არ შეძლოს ჩემი მოწყვეტა ღმერთისაგან, ღვთისმცნების აღსრულებისაგან და ღმერთთან ერთად ყოფნის სურვილისაგან. ბევრჯერ მithქვამს თქვენთვის ფილოკალიის მთელი შინაარსი, იცით ყველაზე მეტი ფრაზა რა არის ნახსენები? უფალო, არაფრის გაკეთება არ შემიძლია შენს გარეშე. მთელი მამები ამას ამბობდნენ. უფალო, არაფრის გაკეთება არ შემიძლია შენს გარეშე. და მე დღეს ამ სიტყვებით დავამთავრებ ჩვენ საუბარს და ღმერთს მივმართო. უფალო, არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია შენს გარეშე. თუ არა, შენ თუ არ მოხვედი, შენ თუ არ იყავი ჩვენთან, ეს წუთისოფელი დაგვიმონებს, ეს წუთისოფელი ანუ გაგვასწორებს მიწასთან და ყველაფერს, რაც ადამიანური არის ადამიანში, თლიანად ამოხდის ადამიანს შინაგანად. ღმერთმა მოგცეს ყველას აი ამის ძალა, ამის მხნეობა, ამის ვაშკაცობა, აი ეგ უნდა გამოხატო ადამიანმა ვაშკაცობა და არა კიდე ისე იგი რაღაცა მარტო ხელების ქნევითა და ენის ისე იგი ესე ამ მიმართულები და იმ მიმართულებით ქნევის. დამანახე შენი ვაშკაცობა ვნებებთან ბრძოლაში. დამანახე შენი ვაშკაცობა ცოდვასთან ბრძოლაში. დამანახე შენი ვაშკაცობა თამდაბალი იყავი, მორჩილი იყავი, გულმოწყალე იყავი, მადლიერი იყავი. აი ეგ დამანახე შენი ვაშკაცობა, იმიტომ რომ ქრისტიანი ვაშკაცები ესეთები არიან. და მე ქრისტიანი ვაშკაცები მიყვარს და ყველა მიყვარს პირობითად, მაგრამ ჩემთვის ეს ადამიანები არიან ყველაზე უფრო მთავარი ადამიანები, ვინც ჩემ ცხოვრებაში შეიძლება არსებობდნენ. ღმერთმა ქრისტეს ერთგული მხედრობით ჩაგვატავებინოს ეს წმინდა და დიდი მარხვა და ქრისტეს აღდგომა გვეზეიმოს გულში ქრისტეს აღდგომით. ამინ. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ღმერთო.